ვლადიმირ პუტინი პეკინში უბრალოდ არ მიფრინავს, არამედ იმისთვის, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ განიხილოს. და აქ მინდა ვთქვა, რომ ბოლოს და ბოლოს ამასაც მოვესწარით. დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სამიტის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელიც ყველამ სენსაციად აღიქვა. მან განაცხადა შემდეგი ციტატა. რადგანაც როგორც ჩინეთი, ასევე შეერთებული შტატები მზად არიან შეინარჩუნონ კომუნიკაცია და ითამაშონ კონსტრუქციული როლი კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მალე დასრულდება. როგორც ჩანს, ეს გარღვევა. და ამ დროს პუტინიც პეკინში მიფრინავს. ჩინეთი პირველად ოფიციალურად ამბობს ჩვენ, ანუ აშშ და ჩინეთი ერთად, უკრაინის კონტექსტში. პირველად დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ორდრიანი სამიტის შემდეგ ისმის რაღაც, რაც ერთობლივ პოზიციას გავს. მაგრამ მინდა ეს ამბავი მაინც გულწრფელად გავაანალიზო. რადგან ეშმაკი აქ როგორც ყოველთვის დეტალებში იმალება. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. Პული მასზე მოცემული ამ ვიდეოს ავტერაში, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოკლედ, ჩინეთი დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ და ვლადიმირ პუტინის პეკინში ვიზიტამდე განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს უკრაინაში ომის დასრულებაში. ჯერ რა თქვა რეალურად საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ. ციტატა. ჩინეთი და აშშ-ში მზად არიან გააგრძელონ კომუნიკაცია და შეასრულონ კონსტრუქციული როლი კრიზისის პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობაში. აქვე განმარტავ, რომ ეს ფრაზები, კომუნიკაციის მხარდაჭერა და კონსტრუქციული როლის შესრულება, ყველაზე რბილი დიპლომატიური ფორმულირებებია, რაც კი შეიძლება არსებობდეს. აი ეს. კიდევ ინსტიტუტიდან მახსოვს, თუ გახსნით დიპლომატიის ნებისმიერ სახელმძღვანელოს, ნახავთ, რომ ეს ვალდებულებებისგან თავის არიდების ყველაზე მარტივი ფორმაა. თქვა, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს კომუნიკაციას და ვასრულებთ კონსტრუქციულ როლს საერთაშორისო საქმეებში. ეს არ არის შუამავლობის სიტყვები. ეს არც გეგმაა, არც მოლაპარაკებები, არც გარანტიები, არც მცდელობა რომ დაალაგდეს, მოგვარდეს ეს კონფლიქტი და ასე შემდეგ. არა. კომუნიკაცია და კონსტრუქციული როლი. ეს ის განსაზღვრებებია, რომლებსაც ჩინეთი უკრაინასთან მიმართებით 2022 წლის თებერვლიდან მიყენებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ტრამპისა და სი ძინპინის სამიტის შემდეგ ასე ჟღერს. სი ძინპინმა თქვა: მე შევთანხმდი პრეზიდენტ ტრამპთან ჩინეთ-ამერიკის კონსტრუქციული ურთიერთობების და სტრატეგიული სტაბილურობის ახალი ხედვის შექმნაზე. და კлауც ვისმენთ კონსტრუქციულ სტრატეგიულ სტაბილურობას. ეს არის ახალი ტერმინი, რომელიც პეკინმა შემოიტანა ამერიკელებთან ორმხრივი ურთიერთობების აღსაწერად. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლობა არის საფუძველი, კონკურენცია შეიძლება იყოს გონივრულ ფარგლებში, უთანხმოებები მართვადია და სამყარო პროგნოზირებადი. უკრაინა ამ კონცეფციაში არის მართვადი უთანხმოებების ერთ-ერთი ელემენტი. ანუ არა ამ უთანხმოების გადაწყვეტა, არამედ ამ უთანხმოების მართვა. ეხლა რატო არის მნიშვნელოვანი ამის წაკითხვა ისტორიული გამოცდილების პრიზმაში? აქ უბრალოდ საჭიროა გავყვეთ ჩინეთის ყველა განცხადების ქრონიკას უკრაინის შესახებ თებერვლიდან. საკითხი იმაშია, რომ ჩინეთმა თქვა კონსტრუქციული როლი. ალბათ 100-ჯერ და მეტჯერაც კი. ყოველჯერზე არაფერი კონკრეტული. და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ერთი მხრივ ჩინეთი ყოველთვის საუბრობს კონსტრუქციულ როლზე, ხოლო მეორე მხრივ რუსეთს აწვდის მასალებს, რომლებიც ძირითადად პირდაპირ გამოიყენება რუსეთის სამხედრო მანქანისთვის. სამაგიეროდ რუსეთი ჩინეთს აწვდიდა წყალქვეშა, სარაკეტო და სხვა სენსიტიურ ტექნოლოგიებს. ამავე დროს საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო ერთ-ერთი ავტორიტეტული ამერიკული ანალიტიკური ცენტრი დღეს აქვეყნებს ასეთ მნიშვნელოვან შეფასებას. ციტატა. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ჩამოდის პეკინში, სი ძინპინი დარწმუნებულია, რომ იმარჯვებს. ის უკვე დიდი ხანი ეუბნება თავის კადრებს, რომ აღმოსავლეთი აღზევდება, ხოლო დასავლეთი დაღმავლობს და რომ დრო და მოძრაობა ჩინეთის მხარესაა. ჩინეთს არ სურს, რომ რუსეთი სრულად განადგურდეს, რადგან ეს აშშ-ისთვის ევროპაში მთავარ სტრატეგიულ საწინააღმდეგო ძალას მოაცილებს. ასევე არ სურს, რომ რუსეთი ძალიან აშკარად დამარცხდეს. ეს დაასუსტებს ჩინეთის განვითარებას და რუსეთთან პარტნიორობას. და აქ უნდა ვაღიაროთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშკარად ხელს უწყობს ჩინეთის ასეთ განწყობებს. სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპმა გააღიზიანა მოკავშირეები, როდესაც საჯაროდ გააფრთხილა ტაივანი ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადების წინააღმდეგ და საერთოდ დააყენა ეჭქვეშ კუნძულის დაცვის იდეის სიბრძნე და ღიად დაასახელა ამერიკული იარავის გაკიდვა თაიბეისთვის, როგორც სავაჭრო ბერკეტი პეკინისგან სავაჭრო დათმობების მისაღებად. აი ეს არის პრიორიტეტების განლაგება.
კიდევ ერთხელ დეტალურად იმის შესახებ თუ როგორ აბარებს დონალდ ტრამპი ტაივანს ჩინეთს, მე ვილაპარაკე წინა გამოშვებაში, რომ არ გავიმეორო. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, დონალდ ტრამპმა ტაივანს ურჩია იხოს ჩუმად, არ გამოეყოს და არ გააღიზიანოს ჩინეთი. ან არ პროვოცირებდეს ჩინეთს. ეხლა კი რატომ მიფრინავს ვლადიმირ პუტინი ამ პონზე პეკინში? ოფიციალურად კრემლმა დმიტრი პესკოის თქმით, ეს რუტინულ კონტაქტებად დაასახელა. ხოლო ჩინურმა გამოცემამ South China Morning Post-მა ეს ცოტა უფრო ზუსტად ჩამოაყალიბა. ვლადიმირ პუტინის ვიზიტი პეკინის ცდელობა მართოს ურთიერთობები მოსკოვთან და ვაშინგტონთან და წარმოაჩინოს თავი როგორც საკვანძო ძალად. ასევე გახდა ცნობილი, რომ ვლადიმირ პუტინი ჩავა სი ძინპინთან ახალი დეკლარაციის ხელმოსაწერად სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. და ასეთი დეკლარაციის ხელმოწერა 5 დღის შემდეგ, რაც პეკინმა გამოაცხადა უკრაინის საკითხში კონსტრუქციულ როლზე, დიპლომატიურ ენით რო ვთქვათ, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ეს ჩინეთია, რომელიც ერთდროულად დონალდ ტრამპს ეუნება, რომ უკრაინის საკითხში დაგეხმარება, ხოლო ვლადიმირ პუტინს ეუნება, რომ მასაც დაეხმარება. და პეკინი ცდილობს ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. და აქ მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ პეკინი სიამოვნებით გადააბარებდა პასუხისგებლობის ტვირთს ევროპულ მსურველთა კოალიციას, რომელსაც ემანუელ მაკრონი, კիր სტარმერი და ფრიდრიხ მერცი ხელმძღვანელობენ. ჩინეთი სრულიად კმაყოფილია თუ სწრაფად შედგენილი ამერიკული სამშვიდობო გეგმა ან დონალდ ტრამპის გეგმა რუსეთის ომის დასრულების შესახებ უკრაინის წინააღმდეგ. ამ პუტინის შეურგებლობის კედელს შეეჯახება. ეს სავარაუდო ჩიხი ჩინეთს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში და აჩვენოს თავისი უნარი შეცვალ სიტუაცია. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩინეთი ელოდება, როდის დაიღლებიან აშშ და ევროპა პუტინთან მოლაპარაკებებისგან და მაშინ ჩინეთი იცით გამოვა გამარჯვებულად, რომელიც ყველას შეძლებს შეარიგოს. და ჩინეთი აშკარად ელოდება. და აი ტრამპმა პეკინში სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინაზე შემდეგი თქვა. დიახ, ჩვენ ეს განვიხილეთ. ეს ის კონფლიქტია. კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც ჩვენ გვინდა ვიხილოთ. კიდევ ერთხელ გვინდა ვიხილოთ. ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმდნენ მშვიდობის მიღწევაზე. არ შეთანხმდნენ შუამავლობისთვის ძალისხმევის გაწევაზე. გვინდა ვიხილოთ, ეს ვალდებულება არ არის. და სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ტრამპს კიდევ ერთხელ საერთოდ არაფერი გამოუვიდა. და ბოლოს დავამატებ ინფორმაციას Financial Times-ისგან, რომლებმაც გუშინ დაწერეს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მშვიდობის შეთანხმება წელს ნამდვილად არ იქნება. იმიტომ რომ პუტინი სჯერა, რომ რუსეთის ფედერაცია შეძლებს მთელი დონბასის დაპყრობას წლის ბოლომდე. ამის შესახებ მან ტრამპს განუცხადა და ტრამპმაც დაიჯერა ეს. ამიტომაც მზადაა უბრალოდ დაელოდოს. აქ წერტილებს დავასვა. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოტირულობით ბმულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.